მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 18 ივლისი. მე გიბრუნდები სპორტული სიახლეების განახლებული ინფორმაციას მოგაწოდეთ სპორტის შესახებ. ჩვენი სასაუბრო თემა იქნება მუნდიალი. გუშინდელი სათამაშო დღეს განვიხილავთ და დღევანდელი მატჩი, რომელიც უნდა გაიმართოს ძალიან მალე. რაც მოგეხსენება და პრინციპში პორტუგალიამ 1-1 ითამაშა და უფრო მეც ველოდი კიდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან პრინციპული მატჩი იყო. უფრო პორტუგალიას ჰქონდა ბურთის ფლობა და პორტუგალიას ჰქონდა უფრო მეტჯერ ამ მატჩში ბურთი, მაგრამ მხოლოდ 1-1 მოჩა. თუმცა თეორიული შანსი მაინც დაიტოვა პორტუგალიამ, რომ პორტუგალიის ნაკრები ჯგუფიდან გავიდეს. მეორე ტურის შემდეგ კი ეს უფრო ცნობილი გახდება, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, კრისტიანო რონალდო უკვე ზედიზედ მე-6-ჯერ თამაშობს მუნდიალს და მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი შანსი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასი აიღოს, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ეხლა კი რას მოგეხსენება შემდეგი. ინგლისი, ხორვატია პრინციპში ეს ცუდი მატჩი არ იყო, იქიდან გამომდინარე 6 გოლიანი მატჩი შემოგთავაზა ინგლისმა ხორვატიამ და ძალიან საინტერესო განვითარდა მოვლენები. 4-2 დამარცხდა ხორვატია ინგლისთან და ინგლისი კი თავიდანვე დომინირებდა და ფავორიტის რანგში იყო ინგლისი, ჩემი აზრით. განის ნაკრები მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკა, ეხლა როსტავი ორზე შეგიძლიათ ამ წუთებში იწყება სამხრეთ აფრიკას ჩეხეთს ეთამაშება ლიგის მეორე ტურს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე და მანამდე ბოსნია კი შვეიცარიას 23 საათზე ეთამაშება ძალიან საინტერესო მატჩი, რომელიც რუსთავი ორი შემოგთავაზოს ლიგის მეორე მატჩ. დანარჩენს დავდე უკვე და თქვენ მიამდენეთ თვალყურზე. ეხლა რას მოგეხსენება შემდეგი ამბავი ის არის, რომ საკალათბურთო მატჩები, ფინალური მატჩები, ბარსელონა თბილისი დროით დღეს 22 საათზე სპორტი პირველი არხით შემოგთავაზოს ბარსა ვალენსიის მატჩ, ფინალური მატჩები გველის. რა თქმა უნდა, ბარსელონა უდავოდ ფავორიტი იქნება და ესაც დავამატებელ თოკო შენგელია საუკეთესო მატჩი ექნება, ჩემი აზრით. თუ მოგწონთ ვიდეო და ლაიქეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად, გამოიწერეთ ჩემი არხი. მე დაგიბრუნდებით ხვალ.